მეცხრე სართულზე ისე უნდა ავსულიყავი, რომ საერთოდ არ იყო, აი აბსოლუტური სიბნელე იყო და ყველას ჰქონდა ჩანთაში სანთებელა. ვინც ეწეოდა, არ ეწეოდა, სანთებელა უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ეს გაგენათებინა. და კიბის უჯრედში რო ადიოდი ეს იყო რაღაცა ციცინათელებივით კიბის უჯრედი იყო, იმიტომ რომ ყველას პატარა ცეცხლი ჰქონდა და ესე ავდიოდით. მეცხრე სართულზე ყოველდღე რავარი, შეიძლება დღეში ორჯერაც მოგიწევს. კი, რა თქმა უნდა. ვინ იყო მაგდოს სექტორი ბოდიში? ტარიელ ქუთათელაძე და იცით ვერ ვიტყვი რომ ესეთი სწავლა იყო. ჩვენ უბრალოდ ვინც ვიყავით დაინტერესებული ჩვენი საქმით, მივდიოდით და ბევრს მუშაობდით. და კარაი თბილისთან დაკავშირებით რაც მახსენდება, ძალიან კარგად მე და ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელი აუცილებლად აი 3 დღეში ერთხელ, 4 დღეში ერთხელ დავდიოდით ძველ თბილისში იქიდან და აი ყველა კუთხე კუნჭულს ვათვალიერებდით და ისეთი აი კიდე კაი ამას ვაკეთებდით, იმიტომ რომ მაშინ ეს ყველაფერი რაც ვნახეს, მაინც გამქრალია დღეს, ხო? აი ყველა ორნამენტი, ყველა კუთხის, ყველა სახლის აივანი, მაგალითად და ესეთი კინოკადრი რაც მახსოვს, დღეს ესეთ რამეს ვერაფრით ვერ ნახავ. ერთხელ ერთი კაცი ესე ეთიმ გურჯის ქუჩა იყო, მე მგონი ესე აივანზე გამოვიდა ზოლიანი პიჟამებით და განტელები აიღო და ეს დაიწყო ვარჯიში. ფილმი. აი რაღაცა კინოკადრი იყო და შანსი არ არის დღეს ასეთი რაღაც ნახო და დღეს აი რაც ლესელიძეს მიდამოებს გულისხმობ, მაინც ძალიან ტურისტული გახდა, რაც პრინციპში არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ტურისტებზე, მაგრამ ეს ხალხი ვინც იქ ცხოვრობდა, სულს აძლევდა აქაურობას და ამ ხალხმა დატოვა ეს ადგილები, გადაკეთდა მაინც ჰოსტელებად, კაფეებად, ну ძალიან კაია ეს, რა თქმა უნდა, კაფეები, მაგრამ ეს ხალხი რო აღარ ცხოვრობს, ის ადგილი ძალიან შეიცვალა. კი გასუფთავდა, უფრო რესტავრირებაც გაკეთდა, მაგრამ რაღაც ცოტა თეატრის დეკორაციას დაემსგავსა და ტურისტები რო იყვნენ, კიდე მოძრაობა იყო და ეხლა რო ვიყავი, წასული არც ტურისტები, არც მაცხოვრებლები და რაღაცა დეკორაცია იყო. და ძალიან მომწონდა, აი შეიძლება ეხა კი შეიძლება ეს სიმახინჯე, მაგრამ ძალიან ესეთ ავთენტურობას ძენდა იმ ადგილს. ტაშტები იყო ყოველთვის ამ იტალიურ ეზოებში გადმოფენილი და ჩულკში ჩადებული ხახვები. და ეს ეხლა ვეძებ ხოლმე, თუ კიდე არის სადმე ეს ჩულკში ჩადებული ხახვები, აღარ არის. ერთი სტუმარი ყავდა საფრანგეთიდან და რო დავათვალიერებინა ძველი თბილისი, ვუთხარი რომ აი ნახე მეთქი ვიპოვეთ ის ხახვი ჩულკში მეთქი და ეს ესე ინახავენ თქო და ძალიან მოეწონა და რომ მიდიოდა ვკითხე რომ აი თბილისში ყველაზე მეტად რა მოგეწონა თქო და ხახვი ჩულკში ჩადებულია მითხრა. აი შენ პირადად ყველაზე კარგად აი თბილისში სად გრძნობ თავს? ალბათ გრძნობ ჩემს სახლში ყველაზე კარგად თავს და გაჩნია აი რა სიტუაცია იქნება. აი მაგალითად ძალიან მომწონს გაჩნია სად რა მოხდება. ერთხელ ძალიან ხშირია რომ ისეთ პერიოდი რო ან შემოდგომა, გაზაფხული და ფანჯრები ღია, მივდივარ და ძალიან მიყვარს რომ სახლიდან გამოდის ტყემლის სუნი, როდესაც ხარშავენ ტყემლს, ან მურაბის სუნი. აი ეს ძალიან განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს ქალაქს და ესეთ რამეს რომ ტყემლის სუნი გამოდის, ან მურაბის ხარშვის სუნი, აი ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავ და აი გარწმუნებთ რომ ძალიან ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ აი ეს მურაბის და ტყემლის სუნი არსაიდან არ გამოდის. ეს არის ძალიან თბილისური. თბილისური, ხო? იცი რა მითხარი, ჩვენ თავიდან რომ დაგირეკე ტელეფონს და შემაშინე, იცი? რაღაცა თბილისი ჩემთვის კომფორტული არ არის. თუ ეგრე რაღაც ეგეთ სტილში მითხარი და მოდი აი მითხარი, აი რა არის შენთვის ამ ქალაქში ის. იცი საინტერესოა ჩემი გადაცემისთვისაც, იცი? თლათ ესე დაწყობილად აი ბატონი გელაჩარკვიანი მყავდა ერთხელ სტუმრად და იცი როგორი რამე მითხრა, აი უყურებ ხანდახანო შემხვედრიაო შენი გადაცემაო და აი უყურებ ეს უფროსი თაობის ტიპებიო და იცი როგორი ძახიან, რომ აი ჩემი ბავშვობა მახსენდება, რომ აი ძველად რომ იყო. ეხლა რო უყურებ ახალგაზრდებს, ასჯერ უფრო ნიჭიერებიც არიანო. ბოლო-ბოლო ამ მონები არ არიანო, ჩვენ რა დღეში მიხდი და ჩვენზე განათლებულებიც არიან, ჩვენზე აი მე
ძიაგელა არ მომიტრიალე მთელი გადაცემა. მირჩევნია, იცი, უფრო ისეთი იყოს რა, ცოცხალი და ნამდვილი და. აი, რატო არ არის შენთვის შეიძლება, ვიცი რა, დავხტივარ თემებზე, ესე დავიწყებ ხოლმე ბავშვობით, არა უშავს, ეს თბილისურია, რომ აქეთ იქით რა. აი, რატოა შენი აზრით არაკომფორტული? რადგან მოგზაურობა გიყვარს მით უმეტეს? იცით რა არის, მე მინდა რომ ერთხელ გამოვიდე სახლიდან, საერთოდ მე ქალაქში ცხოვრება მიყვარს, მე არ ვარ ესეთი ზაფხულში კარგია, მაგრამ ის სოფლად აგარაკებზე მაცხოვრებელი ადამიანი არ ვარ, რომ მე იქიდან საქმეებზე მან გაიწვია, იმიტომ რომ მე მიყვარს ფეხით სიარული და მიყვარს ეს ქალაქური, მე მიყვარს ეს სხვათა შორის ჭიდრო დასახლებაც და მეზობლებთან მისალმებაც და ანუ კომუნიკაბელური ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მიყვარს ცხოვრება და სულ მარტო ვცხოვრობ, მაგრამ აი ეს მიყვარს, რომ ეს სოციალური ხმები რო შემოდის ეზოდან, რომ ანუ რომ სუნთქავს გარშემო ყველაფერი, მაგრამ არ მიყვარს, რომ მე მინდა რომ აი რომ გამოვალ ქუჩაში, ვიარო ფეხით და მოვდუმდე რა, აი ამის საშუალება რაღაც ეს ქალაქი არ იძლევა, იმიტომ რომ სულ თავის გადარჩენაზე ვფიქრობ. სულ აი ჯეტეას თამაშს გავს. ან მანქანა ბორდიული არ არის, ესე უნდა იპოვო რომ ბორდილზე იარო. მე მანქანა გამოვარდება, იქით შეიძლება უცებ ფეხი, სადღაც ჩაყო ძალიან ფრთხილად უნდა იყო, მე სიგარეტს დაგიგდებენ წინ, იქ ძაღლი გამოხტება დაგიყებს, ანუ სულ დაძაბული ვარ. აი ჩემთვის ეს არის დისკომფორტი და მე კიდე ძალიან მიყვარს ველოსიპედით მოძრაობა და ეს ქალაქი არ იძლევა. არ არის სწორი ქალაქი და ევროპაში საფრთხო არ არის. არა, ევროპაში უფრო ხო სწორი ქალაქებია და ეს მაგრამ თან ქაოსია, რაღაც სიგნალებია. მოკლედ, ნუ ეს სამწუხაროდ სულ დისკომფორტი მქონდა ამ ქალაქში მე არ ვგრძნობდი თავს ბედნიერად, მაგრამ ეს ქალაქი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. და აი მტერი რო შემოესიოს, მე წავალ და ვიბრძოლებ და შევაკლავ თავს ამ ქალაქს, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია რა თქმა უნდა. იცი რა მინდა გითხრა, გახსოვს ერთი პერიოდი აი რაღაცა 90-იანების ბოლოსკენ რა, რადგან შენ ახსენე შენი ასაკი და შენი ის ესეთი რა დასამალია, მაგი თუ გახსოვს იყო ეგეთი რაღაცა, რომ გატეხა ამ ქალაქმა. იყო ეგეთი რაღაცა იტყოდნენ ხოლმე რა, აი ბიჭები, აი სხვათა შორის გიკა მირზაშვილი წეგან ვახსენეთ მე და შენ და გიკამ დამავა მთხოვა რომ მეჭერი ხატო არის ახალგაზრდა თუ გეყოლა, ესეთი კითხვა დაუსვიო, მაგრამ აი რაღაცა ერთად მიქსი გავაკეთე გიკას კითხვის და მეც რაღაცა კითხვა. ანუ ისი კითხვა მინდა, იცი? აი რაღაცა გატეხა ამ ქალაქმა იყო და გიკას კითხვა მოდის იქიდან, რომ ერთხელ დავიბადო, ახლა ჩემი ბიჭებიო რო ვისხედითო, ერთხელ დავიბადო და ისიც ამ ქალაქშიო და მე სულ გამოვდიოდიო და ვიძახდიო, არაო, ერთხელ გამოვიდეო და ერთხელ დავიბადო და არაო, აი ისევ თბილისში დავიბადებოდიო. აი შენი ის როგორია? რადგან კომფორტი და რაღაცა ბევრი რამე აირია ერთმანეთში. არ ვიცი, სხვაგან სადავიბადო ხო შეიძლება ისეთ ადგილას დავბადებულიყავი, სადაც ასევე არ მისე რომ არ ვიცი. ანუ ვერ გავწლი ჩემსა, ეგ არა გახო. როგორც იყო, მე მადლობელი ვარ, მაინც როგორც იყო და რაც იყო ყველაფრის. ნუ ესე იგი ალბათ ესე იყო საჭირო. ხო, იცი რა მინდა კითხო ხა, ისევ აკადემიაში დაუბრუნდეთ. კიდე ერთხელ გავამეორდები, რომ აი ძალიან უჩვეულოა შენი ნახატები და ყველანაირად შევეცდები, რომ სანამ გადაცემა დაიწყება, ჯერ შენი ნახატები მაყურებელმა ნახოს, რა ძალიან საინტერესო იქნება ალბათ. და აი ამ აქეთ შენით ესე ხატავდი, ეგება ვინმე გაიხსენო, ვინც დიდი კვალი დატოვა შენ მხატვრობაზე. მიყვარს ხოლმე გადაცემაში ესე დავიწყებული ყო, შეიძლება არ დავიწყებულის, მაგრამ ვახსენებთ ხოლმე რა. ნუ როგორც მე ხო ხატავ, ეს არის რაღაც გარკვეული მუშაობით წამოსული და გარკვეული პრაქტიკა და მუშაობა საკუთარ თავზე. მაგრამ აი მე აი ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება ნათელა იანქოშვილს შევხვდი, ალბათ 14 წლის ვიყავი და ძალიან მიხარია რომ ამ ქალბატონს მე ცხოვრებაში შევხვდი. ჩემ ახლობელმა წამიყვანა, რახანაც ვხატავდი, მიმიყვანა მასთან სახელოსნოში და აი მართლა ესეთი დაუიწყარი საღამო იყო, იმიტომ რომ ნათელა მომექცა მე როგორც აი ბავშვს კი არა, როგორც ხდება ხოლმე და სტუდენტი ხარ მაშინ? არა, 14 წლის ვიყავ. სანამ ჩავაბარე. სანამ ჩავაბარებ და მომექცა აი როგორც თავის მეგობას, როგორც ესეთ
რაღაც თავის ნამუშევრებით ისე ამიხსნა და სათითაოდ ისე დამათვალიერებინა, აი თითქოს კოლექციონერი ვიყავი მისული და აი ძალიან დიდი ყურადღება გამოუჩინა და ასევე მისი მეუღლეც იქ იყო და იყო დაუვიწყარი საღამო მართლა და მან მომცა რაღაც თავიდან და მან მომცა გარკვეული რჩევები, როგორ უნდა მემუშავა. და სხვათა შორის აი ქვეცნობიერად სულ ვითვალისწინებდი ამ რჩევებს და დღეს უფრო ამოტივტივდა, იცით, ეს ქალბატონი და ის მისი ყველა მიხრა-მოხრა, ყველაფერი გავიხსენე იმ საღამოს. და ესეთი რაღაც მითხრა, რომ მე არ ვიცი შენი ნახატებია, მაგრამ აი რო გიყურებ, აი თვალებზე გატყობო, რომ ძალიან მაგარი მხატვარი გამოხდა. აი რა. და ნუ მოკლედ ნათელა ინქოშვილთა შეხვედრა ჩემთვის იყო დაუვიწყარი და მის მეუღლესთანაც კი. მეუღლეც მხატვარი ყავს არ ვიცი. მეუღლე არ იყო მხატვარი, მაგრამ ის ისე მოწიწებით საუბრობდა, როცა ნათელა გავიდოდა, იწყებდა ნათელაზე საუბარს, როგორ მუშაობს, რამდენს მუშაობს და აი ეს ნახატი და აი რაღაც ისეთი ურთიერთობა იყო მათ შორის, რომ მართლაც ესეთი მადლობელი ვარ დიდი რომ აი საღამო მე მქონდა ცხოვრება. ყველაფერი დაგამახსოვრა, აი ძვირფასი ხალხი იქ არის. და იცი რა მინდა კითხვა, ეხლა შენ თვითონ მიყვებოდაო. აი შენი მუშაობა როგორია? აი როცა იმას კი არ გეუბნები, სულ მუშაობაა, ხო, ეხლა მხატვრის ცხოვრება სულ მუშაობაა, მაგრამ აი როცა დადგები პალიტრასთან, ხო? აი როგორ რა ხდება? არ ვიცი. არაფერი არ იცი ხო როცა დიდხანს ვემზადები ამისთვის ყველაფრით და მე ისე უცებ ხდება ყველაფერი და არც მინდა მახსოვდეს და აი ეს რაღაცებს ვაკეთებ და მე თავდება. უბრალოდ არასდროს არ მიყვარს დაღლილზე მუშაობა. აი არ თუ მუშაობ ეს მთელი დღე უნდა იყოს განთავისუფლებული. წავედი რაღაც საქმეებზე, მოვედი, უცებ დავხა ის არა. ეს თუ მუშაობ ამისთვის მაქვს მიძღვნილი ყველაფერი. როგორ არის მან და იცი დამაინტერესა. აი თქვა ღამე წვევები ხო დასაძინება. აი დილას იცი ხოლმე რომ სამუშა, რატო იცი? ანუ აი მე აქვს დიდი ენერგია ამას თუ აი ჩვეულებრივად თან საქმე და თან ხატვა. აი როგორ ხდება შენ შემთხვევაში? ბევრი მხატვარი მყოლია გადაცემაში და აი შენი მიდგომა მაინტერესებს. იცით, ბევრი დრო შეიძლება თვითონ იმ მუშაობის პროცესს არ მექვს, მაგრამ ფიქრს და მომზადებას და მაინც უნდა ჩანახატებია თუ რაც არის, დიდი დრო მექვს და საერთოდ რაღაცა იტვინის უმუშაობს რა. ჩემთვის არ არის ეს ადვილი, იმიტომ რომ დამღლელია. აი, წარმოიდგინეთ, რომ აი ადამიანს რო ვუყურებ, აბსოლუტურად ყველაფერს ვხედავ. მისი ფერები, მისი საუბარი თუ ანუ ეს რაღაცა ცოტა ის არის. ცოტა გართულებულად მაქვს მე ეს, იმიტომ რომ აი ყველაფერს ვატყობ გარშემო და ყველანაირ ფერს აღვიქვავ და ეს არის რა ტვინის მუდმივი მუშაობა. ცოტა დამღლელია, მაგრამ ესეა და საინტერესოა კი. ამგვარად საინტერესოა. სანამ გადაცემას დავიწყდით, ჩემო მაყურებელო, მინდა გითხრათ, აკარო მოვიდა, მითხრა, რომ აი ძალიან მომწონსო შენი კითხვა, რა ფერია შენი თბილისიო და ძალიან მიხარია, რატო იცი, მე მოვიგონე ეს კითხვა, მე ესე მგონია შეიძლება არსებობს ეგეთი კითხვა, აი ჩემი გადაცემისთვის მე მოვიგონე ეს კითხვა, აი რა ფერია შენი თბილისი. პოდი მითხარი აბა. ჩემი თბილისი არის მტკვრისფერი. აი მე საოცრება. ის გადაცემა არ გას ბოდის შეგაწყვეტილება, ის გადაცემა არ გასულა. აი ამ კვირას გავა ზუსტად. ყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი ნარგიზა გარდაფხაძე. ძალიან ჭირი რეჟისორია და რო ვკითხე შენ არც ერთი ადამიანი არ განმეორებულა, არც ერთს თუნდაც ხატრებს ერთი და იგივე არავის არ უთქავს. აი ხა იმიტომ გავშტერი. ათელა მითხრა რა იცი, არმაში ვართ ხშირათო და აი ჩემთვის მტკვრისფერია თბილისიო, გავგიჟდი როგორ რატო იცი, აი ბევრს გონიაო, აი ეგეთი როგორიც მტკვარი მოდის ახლა თბილისში, აქფერიო არ არისო მტკვარიო, უფრო ბევრად უფრო ნათელიაო, ბევრად უფრო სხვაფერიაო და აი მაქფერიაო, მაპარტია შეგაწყვეტინე, ეგება გააგრძელო რა. მტკვრისფერი, ანუ მუქი, აი ესეთი ცოტა ნეიტრალური ფერი
მაგრამ მე მქონდა ესეთი პერიოდი შავთეთ ერთი წელი მთლიანად შავთეთრ ნამუშევრებს ვაკეთებდი და აი ამ დროს პირველად დავხატე თბილისი და მოიტანე ხო შენ იქ ნახატი? ვიფიქრე ფონად, მაგრამ ნუ შეგვიძლია რომ ცალკე ვაჩვენოთ. კი, ცალკე ვაჩვენებთ აუცილებლად. და აი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ თბილისს დავხატავ, იმიტომ რომ რაღაცა თბილისის ხედები თითქოს სუვენირის ხასიათი აქვს და ამიტომ თითქოს ხშირად ვერიდებით თუ არ ვიცი. მოკლედ ძალიან მომინდა რომ თბილისს დამხატე შავთეთრი არის და ეს არის რა სადარბაზო, ბნელი შესასვლელი და ადამიანი რომელიც სიგარეტს ეწევა ფანჯარასთან. აი რაღაცა ასოცირდება ძალიან თბილისთან. სუნი არის ბენზინის სამწუხაროდ, იმიტომ რომ აი ეს არის თბილისის სუნი ჩემთვის და ასევე ხანდახან შიგადაშიგ თუ გამონათებებია არის ტყემლის და მურაბების სუნი გამოსული ფანჯრებიდან. ხო, შენ გახსოვს თბილისში რომ იასამნის სუნი იყო, მაგრამ მე არ ვიცი ჩემი ის რაღაცა მგრძნობელობა უფრო ისეთია თუ არ ვიცი, მოკლედ ჩემ დასამწუხაროდ გამონაბოლქვის სუნი სულთან დამძდევს და აი პანდემიის დროს აი პირველად დავინახე ეს ქალაქი კარგად, იმიტომ რომ ნუ ჰაერი მართლა საოცრება იყო და აი ჰაერმა მომცა საშუალება რომ აღმექვა ეს ქალაქი და ძალიან ლამაზი იყო ამ დროს. იცით აი სიცარიელე, ეს სისუფთავე, ეს ჩიტების ჭიკჭიკი და თან გაზაფხული ხო ესეთი სუფთა არასდროს არ მოსულა რაც პანდემიის დროს მომენტი, იმიტომ რომ ეგრევე მტვერიედებოდა ხოლმე ამოსულ ფოთლებს და ეს მტვერი არ დაიდო და ეს ძალიან ბევრს დავდიოდი მარტო ქალაქში და აი ვათვალიერებდი თითქოს რაღაცა ახლიდან აღმოვაჩინე ეს ქალაქი და რაღაც ყველა ქუჩა იყო ჩემთვის ლამაზი. თბილისის რომელ ადგილს აი მოეფერებოდი ცუდი თქვა, აი რომელი ადგილი გიყვარს სასეირნოდ? უფრო ძველი თბილისი? მე მაგალითად ძალიან მიყვარს კუსტბა. აი ხო გააკეთეს ლისის ტბა, გააკეთესო მეცეთხა მე მგონი ვიყავი. მაინც კუსტბა რა. ნუ კუსტბა, ლისის ტბა ეს მაინც უფრო ბუნებასთან ასოცირდება. აი თვითონ ქალაქი. რატო ჰაერთანაც ხო ასოცირდება? ჩვენ თბილისი იქიდან რა მაგრად ჩანს კუსტბიდან რაღაცა მიყვარს. შენ არა ხო? აი სად ისჩვენებს მაკა მატიაშვილი სეირნობის დროს მივხვდი რომ ძალიან გიყვარს სეირნობა. იცით ვერსად ვისვენებ. ჯერჯერობით. მაინც სახში. ანუ სეირნობის დროს აი ბოლოს ვიყავი ბოტანიკურ ბაღში და კარგი იყო. გადასარევია ბოტანიკურ ბაღში. მაგრამ მე ისევ მაგას ვიძახე, აი ბუნება ეს ცალკე თემაა. ხო. ქალაქში მე მიყვარს დავდივარ ქალაქში და ვუყურებ ხალხი როგორ დადის, როგორ მიიჩქარიან, როგორ მაღაზიების როგორ იწყე, აი ძალიან მიყვარს ხოთაშორის, აი მოგზაურობის დროს მიყვარს აი როდესაც ახალ ქალაქს ნახულობ, აუცილებლად გავდივარ განთიადის დროს, იმიტომ რომ მიყვარს ჩემთვის უცნობი ქალაქი, როგორ იღვიძებს აი ამის ცქერა და საინტერესოა. როგორ იხსნება მაღაზიები, როგორ იხსნება კაფეები, როგორ მიდის ხალხი სამსახურში, როგორ მიიჩქარის ბავშვები სკოლაში, როგორ მიდიან და აი თბილისშიც ვაკეთებ ხოლმე ამას, რომ განთიადზე გამოვდივარ ამ ყველაფერს უყურო და აი შედარებით ჰაერიც უკეთესია, შედარებით სიცარიელე, ქაოსიც ნაკლებია და აი ამ დროს განთიადის დროს კარგია. აკა დიდი ხანი ყოფილ ხარ თბილისის მაქსიმუმი 3 თვე. 3 თვე? მაგრამ ადრე ხშირად მიწევდა საკმაოდ გამგზავრება და ეხლა უკვე დიდი ხანი. ოღონდ 3 თვე ყველაზე რატომაც მაინტერესებს აი 3 თვეშიც ნოსტალგია რა თქმა უნდა არის. აი როგორი იყო მაშინ? ეგება გაიხსნა. მე მიყვარს ძალიან რომ ბრუნდები და რომ ვიწყებ ქალაქში სიარულს და რაღაც თავიდან თვალიერებას ქალაქში. და მე ხო არ შეიცვალა. აი როგორია და იცით რა აქვს ამ ქალაქს? აი ერთმა გერმანელმა მკითხა რომ ერთი სიტყვით დაახასიათე თბილისი. ვა. და მე ვთქვი სითბო. აი რაღაცა ჰაერში. აბა რა შემაშინეთ? სითბო. აი ხო, ნუ მე დადებით ხარებსაც და ვარყოფით ხარებს. და თბილისი უპასუხე. იცით როგორ არის სითბო უპასუხე და იცით როგორ არის ხალხი, აი განსაკუთრებით იგრძნობა, როცა ჩამოდიხარ. ხო.
რაღაც ისე საუბრება ერთმანეთს თითქოს აბსოლუტური დისტანციის გარეშე. თითქოს აი დიდი ხანია. ხო კარგია. ძალიან მაგარია. აი მითხარი. მაგრამ ცოტა აი როცა დიდხანს ვარ წასული, აი ცოტა ერთხელ ჩამოვედი გერმანიდან რომ შევედი აფთიაქში და ყველა ერთმანეთში ისე ვარჩევდით რაღაც მედიკამენტის ავკარგიანობას, რომ მაშინ ძალიან მოვხვდა ესე ყურში, რომ ეს რაღაცა ხდება აქ და არაფერი არ ხდება, ესაა შირია კიდე ძალიან, რომ აი უცხოელთან ერთად სადღაც შევდივარ და ვიღაცასთან მიწევს გამოლაპარაკება. მე მეკითხები რომ ამას შენ იცნო? არა, პირველად ნახეთ ეს რაღაცა შოკი. გერმანიაში მეც მიცხოვრია და მართლა ძალიან ცივები არიან. არა, ძალიან მეგობრულები არიან, მე ვთქვი, მაგრამ უზარმაზარი დისტანცია სანამ და ეს დისტანცია არ არის რაღაცა ისე ხო და ეს მიყვარს მე ჩემ ქალაქში და ძლივს გათქმევინე ხო მოვანგიარა რა ვიცი და აი სამწუხაროდ კлау ჩემი ოპერატორი გიორგი რომელიც ჩემი მეგობარია გვანიშნებს აგერო 3 წუთი დაგჭათო და აი ესე როცა საინტერესოა მაგა აი ეს სამწუხაროდ გარბისდრობა მაინც კითხავ ერთ ორ შეკითხვას ალბათ მოვასწრებ მუსიკა როგორია რა მუსიკა ეხლა მეკითხა ჩემთვის არის ფონი არის ამ ქალაქის აი ყველაზე მეტად რაც მიყვარს რომ მიდიხარ განსაკუთრებით ვერაზე ვერის პატარა ქუჩებში ისმის ეს ფანჯრიდან რომ ისმის ფორტეპიანოს ხმა აი ეს არის თბილისის მუსიკა და ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა ეს გამების რომ ხმა რო გამოდის ესეთია ნაკლებად არის და მაგრამ ამ ბოლო დროს თუ მესმის აუცილებლად ვჩერდები. მხოლოდ ფორტეპიანო? აი ფორტეპიანოს ხმა მიყვარს, იმიტომ ვინც მეცადინეობს. ხო. და აი ეს ცოცხალი ხმა რო გამოდის გამების მეცადინეობის. აი ეს ხმა მიყვარს ძალიან და ეს არის თბილისის ხმა. და მართლა ეს ხმაც არსად არ გამიგია ესე მკაფიოდ გამოსული ფორტეპიანოს ხმა და ყოველთვის ვჩერდები და ვუსმენ. ისე მიყვარს და ძალიან იშვიათია უკვე ესეც ამ ბოლო დროს. მგონი მართლა იშვიათია და აი როგორც ხატვას ესეთ კითხვასაც დაგისვამ შენთვის დილა თუ ღამე დღეს მოვიგონე ეს კითხვა შორის ხო გითხარი დილაც და ღამეც ნუ ვერ გამოყოფ ხო მე ყველა დრო მიყვარს და ყველა ხო ასაგებია და მაშინ დამთავრებისკენ წავიდეთ და იცი რა მინდა აი რადგან ამდენი სტუმრები ჩამოგდიან შენს პერსონალურ გვერდზეც ვნახე აი ეს სტუმრები რაღაცა უცხოელები აცნობ ჩვენ ქალაქს სხვა რესპონდენტს ესე ვკითხავდი რომ აი ჩვენ მომავალ თბილისელებს პატარებს ჩვენ შვილებს რაღაცა როგორ მოეფერები რას ურჩევდი და მოდი შენთან ესე დავრჩები აი თუნდაც ახალ უცხოელებს რომელიც მოდიან შენ გასაცნობად ხო აი მათ აი როგორ უხსნე აი ამ ქალაქზე რას ეუბნები როგორ ეფერები შენ ქალაქს ან თუნდაც ძველ კითხვას დაუბრუნდები და პატარა თბილისელებს თუ პატარებს აი რას ეტყვი აი ამ ქალაქში აი რაღაც რას ურჩევ რას როგორ დაარიგებ თუ რა ვიცი აბა აი როგორ ფორმულირება როგორ გაუკეთო ამ კითხვას ანუ აი ახლა პატარა მოსულ დედამიწელებს თბილისელებს აი რას ეტყვი ნაოცი პირველ რიგში რაც მე ყველაზე მეტად მტკივა რომ გაუფრთხილდნენ ეკოლოგიას იმიტომ რომ თბილისს აქვს ბუნებრივი სილამაზე აქვს და აი ეს შეიძლება რომ იყოს მართლა საოცარი ქალაქი და პირველ რიგში უნდა ყველამ რაღაცნაირად ჩვენით რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ და ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენს ეს ჩვენი ქალაქია და ჩვენც აქ ვცხოვრობთ და არ არის მარტო ჩვენი ადგილი ჩვენი სახლი ხო ყველამ რაღაცა თუ გააკეთა მე მგონი ხო მაინც არ მეყო იცი აი ძალიან საინტერესოდ მიდის ჩვენი გადაცემა თუმცა ყველანაირ დროს გადავაჭარბე და აი და მაინც კითხავ ამას არ შემიძლია რო არ გითხრა აი შენთვის გადაგდებული ბიჭოკი აი რა არის აი რადგან ესე ეკოლოგიას და აი მართლა გულწრფელად მითხარი როგორც მთელი გადაცემაა საუბრობ აი რაღაცა დიდი დანაშაულია ამ ტიპის უტიფრობა აი რა არის უბრალოდ ესეთი დეტალები მე მიფუჭებს დღეს ხო რადგან ესეთი ემოციური ხარ მორჩა რაღაცა აი შეიძლება მთელი დღე გამიფუჭოს ეს სტრესია უბრალოდ ჩემს ხა კონკრეტულად ერთი ბიჭოკი არა მაგრამ ესეთი დეტალების შედგება ესეთი მიდგომა და თან მე მაინც ვიტყოდი რომ კავკასიაში თბილისი არის ყველაზე აქტიური ქალაქი ივენთების მხრივ. ძალიან ბევრი საინტერესო ხდება და ძალიან ხარისხიანი სხვათა შორის და
მე ვთვლი, რომ აი რაღაცა ბერლინს უახლოვდება აი ამ აქტივობების მხრივ და ამას ხვევით აღნიშნავენ. ანუ პოტენციალი დიდია, დანარჩენი ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული.